წარმოიდგინე, რომ ჩაკეტილი ხარ ოთახში, რომელიც ნელ-ნელა წყლით ივსება. შენს განკარგულებაში მხოლოდ ორი ნივთია: ცარიელი ვედრო და იატაკის ჯოხი. წყალი უკვე მუხლებამდეა და დონე ყოველ წამს იმატებს. რა გამოსავალს მონახავდი ამ სიტუაციაში? მდინარის პირას მივიდა ორი ადამიანი. ნაპირზე მხოლოდ ერთი პატარა ნავი დგას, რომელშიც მხოლოდ ერთი კაცის ადგილია. მიუხედავად ამისა, ორივე ადამიანმა მოახერხა მდინარის მეორე მხარეს გადასვლა. თქვენი აზრით, როგორ შეძლეს ეს? წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია. მაგიდაზე დგას გალია, რომელშიც 3 ბაჭიაა. შენთან მოდის 3 ბავშვი და გთხოვენ, რომ ბაჭიები დაურიგო. შენ თითოეულ მათგანს აძლევ თითო ბაჭიას, ყველამ მიიღო თავისი წილი, მაგრამ როცა გალიას დახედავ, ხედავ, რომ შიგნით მაინც ერთი ბაჭია ზის. როგორ მოხდა ეს? კარადაში გაქვს 10 წყვილი შავი წინდა და 10 წყვილი თეთრი წინდა, სულ 40 ცალი. ოთახში ბნელა და ვერ არჩევ ფერებს. მინიმუმ რამდენი წინდა უნდა ამოიღო, რომ დარწმუნებული იყო ერთი წყვილი მაინც დაგიჯდება, ან ორივე შავი, ან ორივე თეთრი. გზაზე ავტობუსი მიქრის, რომელსაც ფარები გაფუჩებული აქვს. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მძღოლი მკვეთრ მოსახვევში შედის, ქალაქში შუქი ყველგან ქრება და შუქნიშნებიც კი გაითიშა. მოსახვევიდან გამოსვლისთანავე, მძღოლმა გზის შუაგულში მდგარი შავი ძაღლი დაინახა. მან ეგრევე დაამოხრუჭა და ძაღლი გადაარჩინა. თქვენი აზრით, როგორ შეძლო მძღოლმა მოსახვევშივე შეენიშნა ძაღლი, თუ კი ირგვლივ ყველაფერი ჩამქრალი იყო და არც ავტობუსი ანათებდა გზას? სწორი პასუხი იმაზე მარტივია, ვიდრე ჩანს. თუ კარგად დააკვირდებით ონკანს, მას აქვს ჩამკეტი. ამიტომ ერთადერთი სწორი მოქმედება ეს არის: დააგდო ვედრო და გადაკეტო ონკანი. ორი ადამიანი, რომელიც მდინარის ნაპირას მივიდა, სხვადასხვა მხარეს იყვნენ. ერთი იდგა მარცხენა ნაპირზე, მეორე მარჯვენაზე. პირველი ჩაჯლა ნავში და გადავიდა მეორე მხარეს. შემდეგ მეორე მაიღო იგივე ნავი და გადმოვიდა პირველის ნაპირზე. ასე მოახერხა ორივე ადამიანმა მდინარეზე გადასვლა. სინამდვილეში ყველაფერი მარტივად არის. ორმა ბავშვმა ბაჭია ხელში აიყვანა, ხოლო მესამემ გალიით წაიყვანა. ამით აიხსნება, რომ გალიაში ზის კიდევ ბაჭია, რომელიც მესამე ბავშვს გადაეცი. როცა გინდა, რომ ერთი წყვილი წინდა მაინც გქონდეს, ან თეთრი ან შავი, მინიმუმ 3 ცალი უნდა ამოიღო. რადგან ერთ თეთრს თუ ამოვიღებ და მეორეს შავს, მესამე ცდაზე ან თეთრის წყვილს ამოვიღებ, ან შავის. ამით რომელიღაც წყვილი წინდა მექნება, რაც ამოცანის პირობას აკმაყოფილებს. როგორც ამოცანაში ჩანს, მძღოლს შუქები არ უმუშავებდა და შუქებიც კი ჩაქვრა მთელს ქალაქში, მაგრამ მაინც შეამჩნია ძაღლი. ეს იმით აიხსნება, რომ ეს ყველაფერი მოხდა დღის მანძილზე და არა ღამით. მძღოლს არც ერთი ფაქტი ხელს არ შეუშლიდა, რომ დღისით შეემჩნია შავი ძაღლი.